მსოფლიო ბანკის შუადერეფნის პროექტის ქართული მონაკვეთის განვითარების პროცესში ერთვება. გეგმაში 400 მილიონამდე დოლარის გამოყოფა. ფინანსური რესურსი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებას და კახეთში ახალი გზებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობას უნდა მოხმარდეს. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა პროექტი საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის 10 წლიანი გეგმის პარალელურად განხორციელდება. ის მიზნად ისახავს შუადერეფანში საქართველოს პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ჩვენს რეგიონში გადმომისამართებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას. მსოფლიო ბანკის გეგმები საქართველოში ნახეთ სარო კირვალიძის სიუჟეტში. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 372 მილიონ დოლარს გამოყოფს. მიზანი შუადერეფანში საქართველოს როლის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა ახალ ელექტროლოკომოტივებს შეიძენს. აშენდება ელექტროქვესადგურები. ამ ყველაფრის მიზანი სარკინიგზო ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგზაო მიმართულებასაც მოიცავს. დაგეგმილია კახეთის მიმართულებით გზების მშენებლობა. პროექტი ასევე ხიდების, ესტაკადებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობას მოიცავს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას მოგცემს, რომ უმოკლეს პერიოდში დავიწყოთ კახეთის მიმართულებით, გავაგრძელოთ უბრალოდ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. ეს არის ბადიაური, ჩალაუბანი და ჩალაუბანი ბაკურციხის მიმართულება, ასევე ბაკურციხე-თელავის მიმართულება და ეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განაცხადის, რომ იწყება ახალი ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მასშტაბიანი პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი ნაწილი არის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. მსოფლიო ბანკი ძალიან დაგვეხმარა, გვეხმარება და თანხა იქნება და დამფინანსებელი იქნება ერთ-ერთი მსოფლიო ბანკი. შესაბამისად უახლოეს პერიოდში ვაპირებთ რომ გამოვაცხადოთ ტენდერი, რომელიც მოიცავს 45 ლოკომოტივის შესყიდვას. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის რკინიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად მოხდება განახლება ჩვენი სალოკომოტივო პარკის, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესოთ ჩვენი საოპერაციო მაჩვენებლები, ასევე გავზარდოთ შემოსავლები და უფრო უკეთესად მოვახდინოთ ტვირთების გადაზიდვა. შესაბამისი სასესხო შეთანხმება უკვე დადებულია. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიის მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა მოაწერეს. მხარეების თქმით, რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შუადერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის დიდი შეთანხმების ნაწილი, რომელიც ჯამში მოიცავს 750 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფას საქართველოსთვის, რომელზეც ესე ვთქვათ მომდევნო თვეებში მოეწერება ხელი დარჩენილ ნაწილს. შეთანხმებაში მონაწილეობს მსოფლიო ბანკთან ერთად ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, როგორც არის აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ, რომ დამატებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის წელს ხელი მოეწერა 350 მილიონი დოლარის შეთანხმებას. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს გაფორმდება 1.200 მილიონი დოლარის შეთანხმებები. დღეს ხელი მოვაწერეთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის შუადერეფნის მედეგობას ისახავს მიზნად. საქართველო ამ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობისაა და დღეს გაფორმებული შეთანხმება მხარს უჭერს სახმელეთო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ამ მედეგობის შედეგად გაუმჯობესდება საერთაშორისო ვაჭრობა შუადერეფნის ფარგლებში. წვდომა და სარგებლიანობა ექნება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმა. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, რკინიგზის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარდგენილია და მთავრობა ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით ყველა საჭირო ნაბიჯს მომავალშიც გადადგამს. ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ფინანსური რესურსებით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის ღირებულება ჯამში 751 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკმა ქართულ მხარესთან ამ პროექტის განხორციელებისთვის სასესხო შეთანხმება უკვე გააფორმა, რომელიც 372 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დარჩენილი თანხისთვის კი პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების მისაღებად აზიის განვითარების ბანკთან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან.